გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის Village 11 კორეული ხარისხით დაესპეში გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45 ცოტა მძიმე თემით მინდა დავიწყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მინდა მიუსამძიმრო რეჟიმის პატიმრის ონისეს ხადაძის ოჯახს ონისეს მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასევე სოლიდარობას უცხადებ ონისესთან ერთად დაკავებულ ყველა პატიმარს ძვირფასო ტელემაყურებლებო მალე გათავისუფლებას უსურვებ მათ ალბათ გაგიკვირდება ცოტა უჩვეულოდ დაიწყო ჩემი გადაცემა ვანო შოუს ყოველთვის იწყებს ხოლმე ბენდი ესე ბენდით შემოვდივარ და ასე შემდეგ სამწუხაროდ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დროებით ბენდის გარეშე გავა ეთერში ვანო შოუ იმედი გვაქვს რომ ვიცი ძალიან მალე კვლავ ბენდთან ერთად მოგესალმებით ხოლმე იმიტომ რომ რა ვქნათ სხვანაირად არ შეგვიძლია ფინანსური კრიზისი ყველას ეხება ხოლმე როცა ესეთ არხებზე მუშაობენ ადამიანები ძალიან მიხარია რომ ქართული ბიზნესი ყოველთვის უყურებს ჩვენს გადაცემას და სულ რომ ხვდებიან ხოლმე ყოველთვის მეუბნებიან რომ გიჟდებიან ამ გადაცემაზე დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის ამ ძიმე შესავლით ვიწყებ მონოლოგს ძვირფასო ტელემაყურებლებო მაგრამ მინდა გითხრათ რომ ოპოზიციურ არხებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან ყოფილი ჩინოვნიკები. რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთარი გუნდის წევრებში, ჩინოვნიკებში და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებში ეძებენ დაკარგულ მილიონებს. სულ მოიცა? რაღაცა სუნთქვის ხმა აღარ მესმის. არადა წინა კვირამდე მესმოდა როგორ თავისუფლად სუნთქავდა ბიზნესი. ამ კვირაში რა ეტაკა, რა მოხდა? რატო ქოშინებს? რატო ქოშინებს? თავარი ეს ქოშინი ხლოტინში არ გადაიზარდოს. თავარი ეს არის. ივანიშვილის საკუთარი ქონების გადასარჩენად რაღაცა ტრუკებს მიმართავს, ესე იგი თურმე მთელი თავისი ქონება, ნოდარის ქონდა სიუჟეტში სხვათა შორის, ჩაუდებს ქართულ ბანკში. დააყადაღა და იპოტეკური სესხი გამოიტანა თავისი ბანკიდან. თუ ვერ გადაიხადა, ეს ბანკი იძულებული იქნება ქონება ჩამოართვას და გადავიდეს ბანკის სახელზე. ანუ ბიძინამ თავის თავს წაართვას ქონება და გადავა ისევ თავის თავზე. აი ასეთი პრიმიტიული სქემით უნდა რომ ჭკუით აჯობოს ევროპულ სანქციებს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. გენიალური სქემა აქვს მოფიქრებული. უჭკვიანესი კაცია, ესეთი დიდებული სქემა რანაირად მოიფიქრა. მე არ ვიცი. მე კი მარტივად მივხვდი, მაგრამ არ ამგონია ევროპა და ამერიკა მივხვდეს ახლა აი ამ სქემას, მე ასე ვფიქრობ. ბიძინა ივანიშვილი გაღიზიანებულია დამატებით იმითაც, რომ გახარია ვერ დაიჭირა. 2 დღის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დისტანციურად ჩაერთო წულუკიანის საგამოძიებო კომისიას. ამ პროცესს რა ერქვა, მე არ ვიცი. გამიჭირდება სახელის დარქმევა, მაგრამ მე განსაკუთრებულად დაბამახსოვრდა ერთი ეპიზოდი, მოდით ნახავთ ეს მომენტი. ონლაინ ხარ. გონია რომ შორს ხარ. და გახარ ეხლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. ალოდა სერიოზულად იკაცა. გახარია იქ რომ ჯდარიყო პადლეტსაც ასხებდა ეს. სულ პარლამენტარი კი არ ყოფილა. სერიოზული ცხოვრება აქვს გამოვლილი ალოდას. იმინა გიჟი ყოფილა ტიპი, გიჟი. მაგრამ სამართლიანი, გახარიას ადგილას ალოდას მოვერიდებოდი. ალოდა კომისიის ხდომაზეა SM7-ით და წყნარი, თორე თელუბანს აზანზარებდა. ქუჩაში იცი რას ეძახდნენ? ღუდუ მალადოის. ეს ღუდუშაური ცოტა აჭრილია. ძველი ბიჭობა უნდა, მაგრამ თან საგამოძიებო კომისიაშიც უნდა. თუ ძველი ბიჭი ხარ, რას იძიებ, ჩემი ძმა? ვერ ვიგებთ. ან კამერებთან რატო ზიხარ, რა ხდება, რა ხდება, გვიღებენ თუ რა არის, რაშია საქმე. მოკლედ, ვინც ამ სხდომას უყურა, ნამდვილად ვერ გაიგებდა პარლამენტარები ისხდნენ იქ თუ ძველი ბიჭები. შემდეგ სხდომაზე კარგი იქნება კისერში სველ ბენდენებს თუ ჩაიფენთ აქ და ისე დასხდები და საერთოდ დაარქვან ამ კომისიას საგამოძიებო სხოტკა, რა ვიცი, რაღაცა ესეთი.
გადავიდეთ შემდეგ თემაზე. რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნება დიდ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ვნახოთ ინფორმაცია. ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ესე იგი, როგორც ირკვევა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ირანის საელჩოში და მან ოფიციალურად წერილი დააფიქსირა სოლიდარობა და სამძიმარი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. ისრაელის საელჩო აღშფოთდა ამაზე და აღშფოთება გამოხატა. დიდი მადლობა ისრაელის საელჩოს, რომ მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლა და 2B2 ბომბდამშენი არ გამოგზავნა ბუნკერ გამტარი ბომბებით. გადამრევთ თქვენ, თვითონ ირანი გლოვობს ვიწრო წრეში და თქვენმა მთავრობამ რატო გაიშალეთ თმები ერთი გამაგებინეთ. მე მგონი მხოლოდ საელჩოში მისვლა და სოლიდარობის დაფიქსირება არ კმარა. შეიძლება უფრო გაამძაფრონ. პარლამენტთან დაუშვან სახელმწიფო დროშები და თბილისის ანძა გაანათეთ გამდიდრებული ურანის ფერებით. ძალიან კარგი იქნება ეს. საერთოდ კავკასიის რეგიონში დიდი ცვლილებები ხდება. აზერბაიჯანში და სომხეთში დაერივნენ ყველა პრორუსულ აქტივს და პარტია იჭერენ. უკვე ყველა ცდილობს გავიდეს რუსული აი ამ საშინელი გავლენიდან. მარტო ჩვენ ვრჩებით რეგიონში რუსეთის მოტრფიალე. ერთი სიტყვით ყველა მოძებნა გზა როგორ უნდა გაიხარონ, მარტო ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ლპობის პროცესში. ლპებით, ოღონდ ღირსებით. ღირსებით, თვითონ მეგობრებო, ეს არ უნდა გამოგჩეს, ეს უნდა ჩააქცევთ. ისრაელთან, ამერიკასთან და დასავლეთთან ხო გაგვიფუჭდა ურთიერო სამაგიეროდ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა ახალი პარტნიორი. ნახოთ სასიხარულო ინფორმაცია, აი ბედნიერესი. მაკა ბოჭორიშვილი ტიმურ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ერთი რაც მიხარია, ის არის რომ როგორც იქნა ტიმურ ლესტესთან ურთიერთობები ლაგდება ძვირფასო მეგობრებო. ვიღას უნდა ექშენი ევროპა და ამერიკა, აგერ მშვენიერი ანგელოზივით ქვეყნებია. ტიმურ ლესტე, ბურუნდი, მოზამბიკი, რომელი ერთი. ვიმოგზაუროთ, წავიდეთ, დავმეგობრდეთ ყველანი ერთად. დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებამ რა შედეგები გამოიღო, ამაზე ძალიან მოკლე პასუხს გაგცემს ირაკლი კობახიძე. ვნახოთ მისი კომენტარი. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში შესასვლელად ვიზის აღება დამჭირდა. წარმოგიდგინეთ, ძვირფასო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპაში წასასვლელად ვიზა დასჭირდა. მალე ამას 5 კილო ბარგსაც არ აატანინებენ თვითმფრინავში და ბორტზე შეიძლება საჭმელიც კი არ აჭამონ. ხო იცი, ბაი ფასიანი ეგ საჭზოგი ფული უნდა გადაიხადო, ხო იცი, იაფი ფრენები რო ხო იცი რაღაცა. და სულ მალე შეიძლება ასეთი ინფორმაციაც მოვისმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის ქვეყნებში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გაჰყვება ცეკვის ანსამბლს მედოლეთ ძვირფასო მეგობრებო. ნუ რა ვქნათ, ესეთი ამბები გვაქვს, რა ვქნათ. კი ვიცით, მაგრამ არ არის ფლაცასაცილო. ირაკლი კობახიძეს დასავლეთი არ აღიარებს და არ ცნობს, თორემ საკუთარ პარლამენტში საკუთარი პარტიის დეპუტატები ხელის გულზე ატარებდნენ. და სულის შემძვრელ ქათინაურებს ეუბნებოდნენ წინაპირას. მოდით ნახოთ ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების ქება დიდების კოლაჟი. ეს კოლაჟი გავაკეთეთ ეს. მადლობით დავიწყებ ბატონო პრემიერო. თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკველი. დიდ მადლობას გადაგიხდით ყველაფრისთვის, თქვენც და ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც. საქართველო არის მშვიდობის კუნძული და ამ ყველაფერში თქვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ განსაკუთრებული როლი. პიროვნება, რომელმაც მშვიდობა შევინარჩუნა ამ ქვეყანას. ბუნებრივია აქ მადლობა თამამად უნდა ვთქვათ. მე კითხვა არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ტრიბუნალთან იდგა დახვეწილი პოლიტიკოსი, მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში. აი ხო ყველა კარგი იყო, მაგრამ ლადო კახაძე მაინც სულ სხვა ძვირფასო მეგობრებო. ლადომ ყველას გაჯობათ. მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში. ანუ ირაკლი კობახიძის ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში. სულ მინდა რომ ლადო კახაძე გიტარაზე უკრავდეს ხოლმე.
რომ აი ამ დიდებული სიტყვების წარმოთქმის შემდეგ იღებდეს გიტარას და უმღეროდეს პრემიერს წარმოთქმული ჩვენს გულში ხანჯლად გაგიტარები ბიჭო აი ამას მღეროდეს ბოლოს ლადო კახაძეს ახლა პირადად არ ვიცნობ მაგრამ როგორი კაცი მგონია იცით აი როგორ აგიხწეროთ აი გადაკოცნის დროს რომ მართლა რო კოცნიან აი უბრალოდ ლოყაზე მოგადებს და ესეთ კაცანის ხმა რო ისმის კოცნის აი აქ აი მართლა რო კოცნის რა აი რაღაცა აი გადაგეხვევა და ესეთ ხმა რო ისმის ლოყის აი ეგეთი კაცი მგონია რაღაცნაირად ეს ლადო კახაძე ხო არის რომ გადაკოცნეს უბრალოდ მიადენ აი თან აი ესეთი ხმას რო გაბოცებს აი ესე მგონია ასეთი არაფერი მინახავს კომუნისტური პარტიის დროს არ ყოფილა ასეთი ქება ერთი ორმა ისე შეაქო შემდეგ სავარძელში გადაწოდა სიგარეტს გაუკიდა ეს ქართულმა ოცნება ამ დღეს ამ უზღვავი კომპლიმენტებით საფუძველი ჩაუყარა მლიქვნელობის ახალ მიმდინარეობას ეს არის მლიქვნელობითი რომანტიზმი ესე დავარქვით მოდი იმიტომ რომ რაღაცა ისეთი რომანტიკაა ჩადებული შიგნით მოკლედ თხევადი ვაზელინივით იღვრებოდა კომპლიმენტები დარბაზში ბოლოს ერთმანეთის კომპლიმენტებზე ფეხი უცურდებოდათ და ეცემოდნენ პარლამენტარები ამ ყველაფრის შემდეგ ევროპა გურყვნისო ჩვენ გვეუნებიან და რა ვიცი რაღაც საშინელებებს უსმენთ ირაკლი კოვახისის პარლამენტში ანგარიში წარსგენის შემდეგ დეპუტატებს არანაირი შენიშვნა არ ჰქონიათ მათ საკუთარი პრემიერის მუშაობაში ერთადერთი საოცარი ინიციატივა გააჟღერა ამიერკავკასიაში უძლიერესმა პოლიტიკოსმა ნინო წილოსანმა ნახოთ რა თქვა რას თხოვს პრემიერს შეგვიძლია რაიმე შევთავაზოთ ოჯახებს რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს რა ვიცი ნინო შენ რას ფიქრობ რა შეიძლება რომ შევთავაზოთ აი რა მოდი აი რა მოდი ერთად ვიფიქროთ აი რა შეიძლება ამ დემოგრაფიულ პრობლემის მოხსნას მოდი აი დავჯდეთ და ვიფიქროთ რა შეიძლება რა შეიძლება ალბათ კანონში მოდი ცვლილებები ხوار შევიტანოთ ისეთი რომ ჩაიწეროს ეს რომ ყველა საძინებელს ჰქონდეს საკეტი ან სავალდებულო გახდეს საძინებლის ხმის იზოლაციის გაკეთება აი რაღაც ესეთი აი უკეთეს გეტყვი მოდი გამოვყოთ ჯგუფები აი სახელმწიფომ დააფინანსოს ეს ჯგუფი რომლებიც ცოლ-ქმრის გარდა ოჯახებში დანარჩენ წევრებს გაასეირნებენ 2 საათით აი ეს ჯგუფები რო გამოვყოთ რომ განვარიდოთ დანარჩენი ხალხი წყვილს ასე დემოგრაფიულად შეიძლება ისე რაღაც არის მართლა მოსაფიქრებელი მართლა სექსუალური ურთიერთობები იქნებ როგორმე წავახალისოთ ნინო აი ესეთი რაღაცა ან რაიმე სუბსიდირება ხო არ მოვიფიქროთ რამე მედიკამენტებით ხო არ დავეხმაროთ მამაკაცებს ცოტა ავაფორიაკოთ კაცებიც ეხლა და აუთრთოლოთ და ავფანცქვალოთ გულები ამ ჩვენს კაცებს ცოტა რა არის ახლა იცი ნინო ჩემი აზრით ადამიანებს ოჯახების სარჩენი პირობები უნდა შესთავაზო თორემ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხერხი მე-7 კლასის ბიოლოგიის წიგნშიც კარგად წერია და კარგად არის ახსნილი იქაც და საერთოდ არ არის საჭირო რა თუ და ამ საკითხს ამდენი მსჯელობა და ფიქრი რა ზოგადად ქართული ოცნება ხალხს მაინც ცხოველებად აღვიქვავს და ბარებ რომ შეგვაჯვაროთ აი ესე პირდაპირ ერთმანეთი რა მოიყო ის რომ მოყავთ ხოლმე ისე რაღაცა მოგვიფიქრეთ გადავდივართ უმძიმეს თემაზე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ძვირფასო ტელემაყურებელს თუ ამ მის თქმა მე ჩემს გადაცემაში მომიწევდა მაგრამ რას ვიზავთ ნუ ძიმე თემა ძალიან ძიმე გადასატანია ეს ამბავი მაგრამ ასე პირდაპირ მაინც ვერ გეტყვით მოდით ინფორმაციას გაჩვენებთ და ერთად გავეცნოთ განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე გადადგა. ეს იყო ჩემთვის უდიდესი შოკი ძვირფასო მეგობრებო. დღემდე ვერ გამოვდივარ აი ამ ემოციებიდან.
ამხელა მაღალი დონის გაურკვეველი ადამიანი მართავდა ამხელა სამინისტროს და ისიც გადადგა. თან ისე უაცრად გადადგა, რომ ხალხმა დაგუგულვაც ვერ მოვასწარით, ვინ გადადგა, რო გაგვიგო. ალექსანდრე წყულას ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელიც ხალხმა გაიცნო გადადგომის შემდეგ. რა უცნაურია. იმდენად არავინ იცნობდა ამ განათლების მინისტრს, რომ ახლა აპირებენ ცეკვავენ ვარსკვლავებში მიაღებინონ მონაწილეობა. ხო, მან ხო რეალურად უცნობ ვარსკვლავებზე ეგ პროექტი დაფუძნებული. იმიტომ იქ ხო ვარსკვლავი კი არის, მაგრამ არავინ არ ვიცნობთ, ესეთი ვარსკვლავები ყავთ და მაგრამ ნუ რა ვიცი, შეიძლება იმუშაოს მაგ პროექტში კარგად, მაგრამ ვინ არის ის მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ იქ ფიზიკურად ვერ გამოიცნობდნენ. ნიღბამდე რომ არიცი ვინ არის და ნიღბის მოხსნის შემდეგ რომ არიცი ვინ არის, ცოტა უხერხული იქნებოდა პროექტისთვის. ნიღაბი რომ გაცილებით ცნობილია ვიდრე ნიღბის შიგნით ადამიანი, აშკარად უხერხული იქნებოდა ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ გადაიფიქრეს ყველანაირი ესეთი პროექტში მონაწილეობა. მეგობრებო, ამდენი ნეგატივის შემდეგ მინდა ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაგაცნოთ, რომ ცოტა ოპტიმისტურ ტალღაზე გადავიდეთ. ნახოთ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ქართული ოცნების განცხადება, ძალიან საინტერესო. საქართველოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. გესმით ხალხო, რამხელა ბედნიერება გვეწვია. განცდილი პროგრესით ვართ პირველ ადგილზე. შეუქცევადად განვითარების ყოფილვართ თურმე მოწინავე პოზიციაზე და ეკონომიკური განვითარების სიხარულის გამოწვეული განცდებით ყოფილვართ პირველ ადგილზე რეგიონში. ამ დროს სულ მაინტერესებს აი რეგიონებში მშრომელი ხალხი, გლეხი ხალხი, რომელიც აი ამ ინფორმაციას ისმენს, რა შეგრძნება ეუფლებათ ხოლმე აი ამ დროს. ალბათ უხარიათ, მაგრამ ვერ ხვდებიან რა უხარიათ. ალბათ თვითონ სიტყვა განცდილი პროგრესი, რაღაცა კარგი სიტყვა, განცდილი პროგრესში ვართ პირველ ადგილზე. მე შემიძლია ტელეკომპანია იმეს რამდენიმე კვლევა მივცე. ძალიან საინტერესო. უკანასკნელ 12 წელიწადში ესეთი ძალიან კვლევა, ძალიან კარგი კვლევა. უკანასკნელ 12 წელიწადში დაღვრილი სიხარულის ცრემლების ლიტრაჟობით საქართველოს ლიდერთა სამეულშია. თმისწვენის შეჩერების ინდექსით საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ხალხი აღარ ნერვიულობს და თმაც აღარ სწვივათ. წარმოგიდგინეთ, აი ესეთია. 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესი რომელმა სტატისტიკურმა კომპანიამ დათვალა, აი ეს მაინტერესებს ძალიან. ალბათ მეცნიერმა ქრისტეფორე მგალობლიშვილმა დათვალა ეს მონაცემები. ასევე საქართველოს არის პირველ ადგილზე ვნებათა ღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისკენ. ასევე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვარ კაცთა მოდგმის მთლემარე გონების მიერ აღზრული ქმედების განხორციელების მაჩვენებელში. აი, პროცესიც კი წარმოვიდგინე, როგორ ითვლიდნენ ამ სტატისტიკას. ბიძინა ივანიშვილი აფუძნებს ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება აღვიძებს სიყვარულს. სიყვარულია მშობელი ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთლემარე გონებას. გონება აღძრავს ქმედებას. პლუს-მინუს mc კვადრატ ეფ-ფუძე ფესი ვნებათა ღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ. აი ეს არის ჩვენი ნამდვილი განცდილი პროგრესი ძვირფასო მეგობრებო და აი ამით ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე და ამიტომ ვერ მოგვერებიან. ვერ მოგვერებიან. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი და ჩემ შოუს იმედია სულ მალე კვლავ გააფორმეთ ბენდი თამროლები. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. ვილიჩ 11 კორეული ხარისხით დაესპრესო. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.